ისეთი სერია იყო კი უნდა გვეცადა 2 კვირა. დაგცდიან? ზოგადად სერიალის ეს ხშირ როცა ხარ უკვე შესული, უყურებ რა თქმა უნდა ინტერესით, მაგრამ კონკრეტულად ამ სერიალისგან ველოდებით რაღაც უფრო მეტს, რაღაც ხელჩასაჭიც, რომელიც არა და არ ჩანს. მთელი სეზონია ისე მიმდინარეობს ყველაფერი, ისე მიდის ყველა სერია, გგონია რომ მომდევნო სერიაში რაღაც მაგარი ამბები დატრიალდება, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ ხდება. ბოლოს და ბოლოს ის ღიმილა ხალხის კი დავკარგეთ, რაც ალბათ ამ სერიალის მთავარი ნიშაა. არც ახალი პერსონაჟი შემოდის, არც ძველებთან ხდება მნიშვნელოვანი არაფერი, ერთ ადგილას გაიყინა და ძალიან დორედ მიდის თითოეული ეპიზოდი. გასულმა ღამემაც კი უმნიშვნელოდ ჩაიარა. თოჯინების ამბავი იმ ღამით უცებ დასრულდა, ჯული რენდალი და მერიელი ერთ სივრცეში მთელი ღამით სოფიასთან ერთად აქაც არაფერი, მშვიდად და ჩვეულებრივად ჩაიარა. სერიალის მნიშვნელოვანი ფიგურა მამა ხათრი ისევ აქ არის, ისევ ბოიდის გვერდით თავისი გაფრთხილებებით და მითითებებით. გვირაბის კარის მოძებნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მომდევნო სერიაში შევალთ ალბათ ამ გვირაბში და იმედი მაქვს საშინელებათა ჟანრი ამით მაინც დაგვებრუნდება. დონას გულის შეტევაზე ვინერვიულეთ ალბათ ყველამ. ასეთი პერსონაჟის ამ ფორმით ციკუდილი ვერ იქნებოდა კარგი ამბავი, მაგრამ ეს გვახსენებს, რომ ხანდახან ძლიერი ადამიანებიც კარგავენ ძალას რაღაც მომენტში. ერთი რამ კვლავ გაუგებრად რჩება ჩემთვის, რას ებოდიშებიან პასიურ მაცხოვრებლებს. ისე ინერვიულა დონამ როგორ ავუხსნა ხალხს ამ თოჯინების ამბავიო, ქალმა გულის შეტევა მიიღო. ძალით მიიყვანეს იქ, მათი ბრალი არ ამე თუ რა, როგორც თვითონ ეჯახებიან სირთულეებს და უცნაურობებს, ისევე მოუწევთ სხვებსაც. მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, მაგრამ ვფიქრობ, საბოდიშო დანარჩენებთან არაფერი არ აქვს და როცა მსგავსი რამ ხდება, უნდა უთხრან პირდაპირ ზედმეტი რევერანსების გარეშე. თოჯინამ რომ მოკლა კაცი და სახე თოჯინასავით გაუკერა, ისე უპატრონოდ რატომ ხავთ მიგდებული ფარდულში. რაღაც არ მომწონს ეგ ამბავი დროულად მოარიდო ნიქაურობას. ახლა ჯეიდის და ბოიდის გვირაბის გეგმას ველოდებით. ჯერ კიდევ წარმოდგენაც კი არ მაქვს როგორ უნდა დაიხსნას ბავშვები, თუმცა ვფიქრობ, ან იმედი მაქვს, ის გვირაბი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ჰენრი და სოფია. სოფიამ თავისი სისხლი ჩააწვეთა ჰენრის სასმელის ჭიქაში. ჰენრიბაც გემრიელად მიირთვა. სარასავით უნდა ჩაუწვრეს ჰენრის გონებაში, თუ კიდევ სხვა რამეს უნდა ველოდოთ. ძალიან საინტერესო მომენტია. აი რატომ არ უნდა დალიო და გამოტყვრე ასეთ ადგილას. სხვა თუ არაფერი, ალბათ გვირაბის ეპიზოდი მაინც იქნება საინტერესო და მრავლისმთქმელი. დაველოდოთ მომდევნო ეპიზოდს. თქვენ როგორ მოგეწონათ, დამიწერეთ კომენტარებში. მადლობა რომ მიყურეთ, გამომიწერეთ და მადევნეთ თვალი.